მიზეზი იმისა, რომ ომი დღემდე გრძელდება, ვლადიმერ პუტინია. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკო რუტემ ბილდთან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, რატომ არის ასე რთული უკრაინაში ომის დასრულება, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკო რუტემ უპასუხა, რომ მიზეზი პუტინია. ის მზად არის, რომ თავისი ხალხიდან 1,100,000 ადამიანი გაწიროს. წელს მას ძალიან მცირე წინსვლა ჰქონდა. ტერიტორიების მინიმალური ნაწილი დაიკავა. წლის დასაწყისთან შედარებით უკრაინის ტერიტორიის 1%-ზე ნაკლები დაიკავა. ჩვენი შეფასებით რუსეთის მხრიდან 1,100,000 ადამიანი დაღუპულია ან დაჭრილია. ეს საშინელებაა, განაცხადა მარკო რუტე. პუტინმა უნდა გაიგოს, რომ კიდევ ერთ თავდასხმას მისთვის დამანგრეველი შედეგები მოყვება. ამისთვის სამი დონე არსებობს. პირველი უკრაინის შეიარაღებული ძალები, მათ ომის დასრულების შემდეგ ქვეყნის დაცვა უნდა შეეძლოთ. მეორე დონე მსურველთა კოალიცია. კოალიცია მომავალში ყველაფერს უზრუნველყოფს, რომ პუტინმა ეს აღარ გაბედოს და მესამე დონე ამერიკის შეერთებული შტატები. ახლა ჩვენ ამ სამი ელემენტის გასაერთიანებლად მუშაობთ, აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. კიდევ ერთი გამოხმაურება, ემანუელ მაკრონთან დიალოგისთვის ვლადიმერ პუტინის მზადყოფნა მისასალმებელია. ამის შესახებ განცხადებას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისასალმებელია, რომ კრემლი ამ მიდგომას საჯაროდ დათანხმდა. მოქმედების საუკეთესო კურსის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ, აცხადებს ელისეის სასახლე. ამასთან ელისეის სასახლეში აღნიშნეს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ნებისმიერი სახის დიალოგი უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ პარტნიორებთან სრული გამჭვირვალობით შედგება და მიზანს კვლავ უკრაინისთვის მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა წარმოადგენს. მე უბრალოდ შეგახსენებთ, რომ დღეს კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტთან მაკრონთან დიალოგისთვის მზად არის. მანამდე 19 დეკემბერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპას რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა მოუწევს. აქვე დავამატებ ეს ინფორმაცია, რომ კიდევ უფრო გასაგები გახდეს, რომ ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც გარკვეული მოლოდინები შეიქმნა ამ მოლაპარაკებების წარუმატებლად დამთავრების შემთხვევაში ამერიკის აქტიური პოზიციის შესუსტებასთან დაკავშირებით ევროპა რო გამოვა უფრო მეტად წინა პლანზე და პუტინს მოუწევს ამ შემთხვევაში ამერიკელებით ზურგგამაგრებული, მაგრამ ძირითად მომლაპარაკებელ მხარეთ მაინც უფრო ევროპის აღიარება.